რეჟიმის პატიმრების საკითხზე საუბრით შემოგვერთება ახლა ჩვენ ბორის ჩელეყურვა გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ლიდერი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის თქვენ დაკავებული ხართ რეჟიმის პატიმრებთან კომუნიკაციით და ადევნებთ თვალს მათ მდგომარეობას ვიცი რომ დღეს იყავით ზურაბ ბოდიში ზურაბ მამა ზვიაცეცხლაძესთან საკანში ჩვენი პატიმრები რომლებიც აქტიურად უყურებენ ფორმულას ვიცი მე და აქედან შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ისინი რა მდგომარეობაში არიან ახლა რა ვითარება მათ თავს ახლა დღეს ასოთა სხვა ვითარება აქვს მაგრამ ბათუმელი მედროშე კათამაძე წერდა რომ მას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ფაქტობრივად მასზე არის ძალიან სერიოზული ზეწოლა საკანში და მაინტერესებს ზოგადი სურათი მათთან დაკავშირებით როგორია მოგესალმებით ზოგადი სურათი თუ გვინდა რომ გავიგოთ მარტივად შემიძლია გითხრათ მე იქ მათ გასამხნევებლად არ მივდივარ ხოლმე აქით უფრო მომხნევებენ როცა გამოვდივარ საუბრის შემდეგ ხვდები რომ უფრო მეტად ვიაზრებ ხოლმე რაღაცეებს სიტუაციას მაგალითად ზვიადი ძალიან ბევრს კითხულობს და ყველა გაფაციცებული ადამიანებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და ხშირ შემთხვევაში უფრო ადეკვატურად აფასებენ ხოლმე რაღაცეებს ვიდრე გარეთ დარჩენილი ადამიანები შეიძლება ითქვას რომ თქვენ უფრო შეიძლება გჭირდებოდეთ ხოლმე ხანდახან ეს შეხვედრა შეიძლება რომ ჩემისთვისაც შევიდე და რაღაცეები ვკითხო არიან შეიძლება ისდაგორეთ კარგად ეხლა ვერ ვიტყვით რომ ეს და ეს განსაკუთრებით სულფილობებში არის რომელიმე თუ ჩავთვლით იმას რომ ისინი არიან პატიმრები და შესაბამისად მათ ექცევიან როგორც პატიმრებს ეს განსაკუთრებული ზეწოლა ან რაიმე არც ერთ მათგანზე არ არის თუმცა თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას რომ ციხეში არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს რა თქმა უნდა ბევრად უფრო რთულად დასატანია ყოველი წამი რომლის გატარებაც მათ უწევთ ციხეში და ეს არის როგორც მათთვის ისე ჩვენთვის გარეთ დარჩენილებისთვის ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა რომ ეს ხალხი ციხიდან დავიხსნათ იმიტომ რომ ამ პროტესტებმა სხვა პროტესტებისგან განსხვავებით კიდევ ერთი რაღაც დაგვიმატა კიდევ ერთი პასუხისმგებლობა დაგვიმატა რომ ჩვენი თანამებრძოლები ადამიანები რომლებიც გუშინ ჩვენს გვერდით იდგნენ და საუბრობდით ლაპარაკობდით ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ დღეს არიან ციხეში აქციაზე ხედავ ამ ხალხის ოჯახის წევრებს ძმებს მეგობრებს და ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მეტი იყოს მაგრამ ყოველი ჩვენგანისთვის თითეული დაკავებული არის თანამებრძოლი ადამიანი რომელზეც გვაქვს პასუხისმგებლობა ანალოგიურად მათ ექნებოდათ პასუხისმგებლობა ჩვენზე ჩვენ რომ დღეს ვიყოთ ციხეებში გამოკეტილი სხვათა შორის არ არის გამორიცხული რომ ჩვენ ცოტა ხანში ვიყოთ ციხეებში გამოკეტილი უბრალოდ ამას თავს ვერავინ დადებს ახლა დღეს არა ღმერთმა დაგვიფაროს თავის დადებისგან მაგაზე მაგრამ ჩვენ კიდევ აი ამ პასუხისმგებლობასაც უნდა ვიაზრებდეთ და ყველა თითქმის რასაც ამობს არის ის რომ აი ჩვენზე ნუ კონცენტრირდებით მაინც და მაინც საქმეს მიხედეთ და რაც არის გასაკეთებელი ის გააკეთეთ რაიმე მესიჯი თუ შეგვიძლია ამ ხალხის საუბრიდან გამოვადნოთ ერთ-ერთი არის ეს და მთავარი რაც დავინახეთ ასევე არის ის რომ ეს ხალხი ვერ გატეხეს მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა ბიჭები არიან დიდი გამოცდილება მათი უმეტესობა ახალგაზრდა დიდი გამოცდილება ცხოვრება შეიძლება არ ქონდეთ და ბევრი ბრძოლა არ გამოიაროთ მიუხედავად ამისა მაინც ვერ გატეხეს მაინც ვერ შეაშინეს და ხედავთ რომ ადამიანებს რომლებიც გისოსებს მიღა გამოკეტეს მაინც ეხებს სასამართლო პროცესებზე მიდიან და ცეცხლი ოლიგარქიასო ყვირიან ასე რომ ერთი რაღაცა მაინც გადავტეხეთ რეჟიმთან ბრძოლაში ის რომ ასე ხავს ვერ შეაშინეს ადამიანიც არ ყოლია ჩვენ ამ პატიმართა შორის ვინც გადავდა ხო შეგვიძლია ეს თქვათ ასე კი რა თქმა უნდა თქვენ ხო წარმოგიდგენთ ხა რამდენად დიდი სავაჭრო აქვთ ამ ადამიანებს დღეს ქართულ ოცნებასთან მინიმუმ ერთი кейსი დადასტურებით რაც ვიცის და საჯარო დრაზეც იყო ლაპარაკი იყო რეზო კიკნაძის кейსი სადაც მას შესთავაზეს რომ ხელი დაედო კონკრეტულ პოლიტიკოსებს და ეთქვა რაღაც ისეთი, რაც არ იყო სიმართლე, რომ თითქოს ვიღაცები რაღაცებს ავალებდნენ და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა მისი თავისუფლების საწინ და ნებისმიერ დღეს დაკავებულ ადამიანს შეუძლია რომ წავიდეს გარიგებაზე ხელისუფლებასთან და თავისი თავისუფლება გამოივაჭროს, მაგრამ თავის თავისუფლებას არჩევენ საზოგადო თავისუფლებას. ასე როცა რჩეულებს იჭერენ, ასმალოდინი მათ უნდა ჰქონოდათ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შერჩევით დაჭერილი ზოგი მიზანმიმართულად, მაგრამ ზოგი შემთხვევით დაჭერილი ადამიანი, ყველა რჩეული აღმოჩნდა, ასე რომ ეს არის რჩეულების პროტესტი დღეს საქართველოს ქუჩებში მართლაც დარჩეული მოქალაქეები დადიან და ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ. მესმის რომ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი თემა არის თავისუფლების მოთხოვნა ახალ არჩევნებთან ერთად ის კი არა შეიძლება უპირველესი მოთხოვნა უფრო დღეს რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ყოველი დღე უსაფუძვლო ციხეში გატარებული არის მართლა ძალიან დიდი უსამართლობა მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ აქედან ჩვენ მოქალაქეებს რომლებსაც ხან ეს ემოციური ზღვარი
გადაგქვაჩავს ხოლმე ცოტა ნიჰილიზმისკენ, ხან ცოტა უფრო უკეთეს ხასიათზე ვართ. აი ამ ცვალებადობის პირობებში გლობალურადაც ჩვენ ირგვლივ ვიცით თქვენ როგორი სიტუაცია ხომ არ ვიცით ზუსტად როგორ წარიმართება ახალი გლობალური დღესდღეწრიგი ჩვენზე მთავარი გავლენის მქონე. აი რა, ეხლა რეცეპტი ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ თქვენ ახლა დღეს შეხვდით ზույაც ხომ? რას ელიან ისინი ჩვენგან? გარდა იმისა, რომ მესმის, რომ მათი თავმდაბლობის გამო და მართლაც საქმიანი დამოკიდებულების გამო მათ აქვთ ეს თხოვნა, რომ მათზე ნუ კონცენტრირდებით. ზույაცაც შეეხება სვიადი ეგრე არაფერს არ ელის და არავის არაფერს არ ავალებს. მითხრა რომ მე ვიცი რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ასევე ვიცი რომ მაგის გამკეთებელი კაციშვილი აღარ დარჩა ამ ქვეყანაშიო და ის უფრო მკაცრი ფორმების მომხრეა ბრძოლის, ხო, როგორც ჩვენ ვიცით. თუმცა იაზრებს იმას, რომ ეს მკაცრი ფორმები მაინც და მაინც შეიძლება არ იყოს შედეგის მომტანი, ეხლა შეიძლება არ გამოვიდეს და თან გაუნდენ ერთიდან რომ სხვა დროა და სხვა საუკუნეა და სხვანაირად განვითარდა როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ის რეჟიმი, რომელსაც ჩვენ ვერ ვძვით. ჩვენ შეიძლება მოვიფიქროთ მართლა კარგი რეცეპტი, მე და თქვენ შეიძლება აქვე მოვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ეს არის იდეალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროტესტი არის ბუნებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ მას მართლაც არ ყავს ლიდერი და არ არსებობს ისეთი ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც შეუძლია ამ ხალხს რაიმე უბრძანოს და რაიმე გააკეთებინოს, შესაბამისად ამის იმპლემენტირება იქნება ამ ხალხში ძალიან რთული. ზოგადად ჩვენ ვაკვირდებით ბუნებრივად გაბრაზებულ ადამიანებს, რომელსაც არ იციან რა გააკეთონ, ეს ბრაზი როცა აწვევა და მიდიან ყოველდღე პარლამენტის წინ და გამოხატავენ საკუთარ ბრაზს. მიმდინარეობს დისკუსია, იხარშება ბევრი იდეა, ბევრი ცუდი და იდიოტური იდეა, არის შუქიანური იდეებიც, რაღაცებს ეთანხმებიან, რაღაცებს არა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რასაც ვაკვირდებით, უნდა გვესმოდეს, რომ ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია, თუმცა არ არის პარტიული პროცესი. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი პროტესტის მონაწილისთვის, ყველაზე კარგი, რასაც დღეს პოლიტიკური სპექტრი და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი გააკეთებდა, იქნებოდა ის, რომ მაჩვენებდა მზაობას, რომ ეს ხალხი მზად არის იმ პოლიტიკური და პარტიული შედეგისთვის, რომელსაც ეს არაპარტიული პროტესტი მიაღწევს. ანუ ჩვენ თუ მოვიპოვეთ არჩევნებს, მე მინდა მქონდეს რწმენა, რომ პოლიტიკური პარტიები მზად არიან ამ კონკრეტული არჩევნებისთვის და მერე ისევ არჩევნების შემდეგ არ დაიწყებენ მანდატების ეს მონაწილის პერსპექტივიდან. რა თქმა უნდა. და ახლა რომ შევხედოთ პარტიული პერსპექტივიდან. რომ შევხედოთ პარტიული პერსპექტივიდან ძალიან რთულია, ვიცი რა არის გასაკეთებელი და ვერ ვაკეთებ. ზოგადად სანტი რაღაცა, ქართულ ენაში შეუძლია მარტივად ოპერირება, იმიტომ რომ აქვს ერთი თავი, ერთი ლიდერი, რომელიც რასაც ეტყვის ზემოდან ქვემოთ ბრძანებას გაითვალისწინებს ყველა ოპოზიციური სპექტრი არის ძალიან სხვადასხვა ფერის მქონე ადამიანებისგან შემდგარი, მათ დიდ ნაწილს მეორე დიდი ნაწილი გულზე არ ეხატება და არ უყვარს, შესაბამისად შეთანხმებები რთულია ხოლმე, თუმცა რესურსი არსებობს ძირითად რაღაცეებზე შეთანხმების, უბრალოდ არა მხოლოდ შეთანხმების და ხელის ჩამორთმების და ერთმანეთს რო თავი დაუქმნიოთ, არამედ იმის, რომ ამ ადამიანებს გაბრაზებულ, შეკრებილ ბრაზის გამომხატველ ხალხს, რომელსაც შეიძლება ხვალ რო დაიჭირონ და ციხეში ჩასვა, რომელიც მზად არის, რომ საკუთარი თავისუფლება გვერდზე გადადოს და რეჟიმს არ გაურიგებს, მაგ ხალხს გაუჩინოთ ის რწმენა, რომ ჩვენც მზად ვართ იმ შედეგისთვის, რასაც მათი ბრძოლა მოიტანს. ეს არის ყველაზე კარგი. თქვენ ესე იგი იმაზე უარესი აღქმა გაქვთ კიდევ, ვიდრე შეიძლება ნებისმიერ რიგით მოქალაქეს კონდეს პროტესტ მონაწილეებს გულისხმობ იმ თვალსაზრისით, რომ მიგაჩნიათ, რომ შეიძლება ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს, რომ პოლიტიკური სპექტრი იმის ხელში ასაღებათაც არ არის მზად, რასაც მას გამზადებულ საზოგადოება მიუტა, ან ასე გამოდის. ხელში ასაღები მგონია, რომ არაფერი არ იქნება, ეს ბრძოლის პირველი ფაზაა, რომელიც დამთავრდება და შემდეგ დაიწყება ბრძოლის მეორე ფაზა, სადაც უკვე მოწინავე ხაზზე უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები. მე 20-20 წლიდან ანუ მაგისთვის არ არის მზად ამას გულისხმობთ. ამ ხალხს არ აქვს წმენა, მე არ მაქვს მაგის წმენა, რომ ეხლა ჩვენ რაიმე ფუნდამენტურად ისე შევცვალეთ, რომ აი გუშინ წინ არჩევნები იყო, ეხლა რომ ხვალ ან ზეგრო არჩევნები იყო, ჩვენ ამ ჩვენს ფუნდამენტურად განსხვავებულად მიუდგებით არა მაქვს მაგის წმენა, იმიტომ რომ დღეს ეს ასე არ არის. თუმცა მაქვს წმენა, რომ არსებობს რესურსი კონკრეტულ რაღაცების შეთანხმების, მინიმუმ იმაზე შეთანხმების, რომ აი პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურ სპექტრად თქვან, როგორი არჩევნები უნდათ. ვიცით ეხა როგორი არჩევნები გვინდა? მე ზუსტად ვიცი როგორი არჩევნები და აი ქუჩაში რო გავიდეთ და შეკრებილ ადამიანებს რო ვკითხოთ, აი როგორი არჩევნები იქნებოდა კარგი, მათაც ხო თავიანთი აზრი აქვთ, ისინი ხო სხვადასხვა ტიპის არჩევნებს. სამართლიანი გიპასუხებენ. სამართლიანი პროპორციული გიპასუხებენ, როგორიც გვაქვს. ეგ როგორ რაღაცა ისე ყველა ამბობს, რომ აი მე ვარ თავისუფლების, რა არის თქვენი ღირებულება და ყველა გეტყვით, რომ თავისუფლება არის მათი ღირებულება, თუმცა ეს სიტყვა ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად ესმის. ეხლა კოდს რო ვკითხო, გეტყვით, რომ ეს არჩევნები რაც იყო სამართლიანი შეო კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს. ეს ხო უკვე პოლიტიკოსების სამუშაო და რწმენა უნდა გაუჩინოთ ამ ხალხს, რომ მზად ვართ მაგისთვის. ამას თუ გავაკეთებთ, მეტი არაფერს გაკეთება არ შეგვიძლია და კიდევ ერთი რა ფოკუსი როგორმე რაღაცა საერთაშორისო პოლიტიკიდან და მებები ელიკო და ილანიონში როა გერმანია რას ეუბნება იაპონიას და რუსეთი რას პასუხობს მე ამ დიალოგს აქედან
უნდა გადმოვიტანოთ ცოტა შიგნით და ჩვენ შიდა პოლიტიკას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვიდრე ისო ხელგაწვდილი ველოდოთ ახლა ტრამპი და ელონ მასკი რა სიტყვიან. ხო, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხელგაწვდილი სულაც არ ნიშნავს რომ კონტექსტი ვიცოდეთ. თავარია ჩვენ რას ვიზამ. თავარი არ არის ასწამენ ისინი. ბუნებრივია. აქ მიჩნდება კითხვა, როდესაც თქვენ პოლიტიკური სპექტრის მიმართ რაღაცნაირად კრიტიკულად ხართ განწყობილი და სამართლიანად დამაინტერესებთ კოალიცია თქვენი არსებობს ისევ ცვლილებებისთვის. არსებობს იმავე ფორმით, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები იყოს, არ ვიცით, აქ რა შეიძლება მოხდეს, ხო? ამ თქვენს ნეტა ხვალ არჩევნები იყოს და არა სხვათა შორის როცა იმაზე საუბრობ დღეს ვიღაც ადამიანი შეიძლება ამირსმენა არ ქონდეს ამ ადამიანებს ასევე აქვთ იმისმენა და მეც მაქვს მაგის მოლოდინი რომ კოალიციის შემთხვევაში კოალიციური მმართველობის შემთხვევაში დღეს პოლიტიკურ სპექტრზე არსებული პოლიტიკური პარტიები მიუხედავად უამრავი ანტიპათიისა ერთად შეძლებდნენ რომ ეს ქვეყანა იმართა და ეს იქნებოდა ბევრად უფრო დემოკრატიული ქვეყანა. გასაგებია ამის მეცმენა ქონდა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას ვინც აი სწორედ მაგით ვთქვი რომ ან რაღაცა დღევანდელი წმენა არაპოლიტიკურ სპექტრში ამ ხალხის შეთანხმების და მერე მთავრობაში ყოფნის შემდეგ შეთანხმების განსხვავდება, იმიტომ რომ იქ ბევრი ფაქტორია, რომელიც აწვევა ამ ხალხს. დღეს ეგეთ ფაქტორები იმდენი ალბათ არ არის. მადლობა ჩვენ ბევრი გვაქვს ამ თემებს სასაუბრო კიდევ მას შემდეგ რაც კონტურები გამოჩნდება რას მიაღწია პროტესტმა, თუმცა ჯერ პროტესტი არის მოქმედებაში. ჩვენც ახლა ვიცით რომ რუსთაველი არ ვიცი უნდა ვკითხო უფრო სწორად ჩვენს პროდიუსერებს გადაიგეთა თუ არა დღეს 93 დღე ჯერ არ ვიცით ჯერ ცოტა ადრეა ხო მე მგონი არ გადაგეტილა ჯერ მაგრამ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა 93 წლის დღის განმავლობაში რომ რუსთაველი არ გადაგეტილიყო. ჩვენ ახლა რეკლამის დრო გვაქვს, მადლობას ვუხდით ჩვენ სტუმარს.